ამ შემთხვევაში ხან ჩვენ ხო წინაზე განვიხილეთ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც გააჩნია ჩვენ Redux Stores, ხო? და შესაბამისად მოდი აბა ანა ვიკითხავ, აი ამ შემთხვევაში compose რა არის? Compose რა შვება? აჰა. აი სიმართლე გითხრა აღარ მახსოვს. აბა ლევან შენ თუ გახსოვს? Redux-ში compose არ ვიცი, არასდროს გამიყენებია. წინაზე ხო ავხსენით, მაგალითის დავწერეთ. ხომ რათა დამავიწყდა მეც. ანუ არ გაგვიკეთებია. ეს გამოდის, ხო? ანუ STS-ში რას დავწერეთ? გავაკეთეთ, თუ არ გაგვიკეთებია. ну თუ არ გაგვიკეთებია, არა უშავს, მაგრამ ხო, თუ გინდა რომ Redux-ი კარგად გავიაზროთ, აუცილებელია, ანუ იმიტომ ჩავშალე, რომ step by step კარგად მივყვეთ, რომ კარგად გავიაზროთ. იმიტომ რომ საკმაოდ დიდია და ისევ დაგვაყნევს. აი, ну ამ შემთხვევაში compose არის, ხო? ანუ ორ ფუნქციას ერთ ფუნქციად გადააქცევს და აქ ასევე დავდეფაინდეთ, ხო? ანუ ტიპები, ხო? კონკრეტულად action-ისთვის, როდესაც ამ შემთხვევაში იყოს increment-ი და add-ი. ასევე, ну, increment-ის ტიპით შევქმნით ესეთი ვარიანტის გაკეთებაც არის შესაძლებელი შემდგომ უკვე, ხო? ანუ აქ შევქმნით ფუნქცია, რომ აი ეს amount-ი რასაც შევიყვანოთ, payload-ი გაკეთდეს და შემდგომ უკვე შევქმნით ჩვენი ერთი reducer-ი, სადაც გვაქვს state-ი და action-ი და ამ action type-ის გამოყენებით, რაც გვაქვს შექმნილი, იმის მიხედვით შემდგომ უკვე ვააპდეითებთ ჩვენ states. აქ ვქნით ჩვენ create stores, სადაც უკვე reducer-ი ჩაეწოდება, ჩვენ ვთქვით, რომ შეიძლება initial state-ი მე აქ ჩავაწოდო და აქ წავუშალო და მაინც ამ ჩვეულებრივად იმუშავებს, ახლა რო გავუშვათ იდეაში ჩვენ node.js-ი, მაინც value 11 მექნება, ხო? მაგრამ უფრო კარგი პრაქტიკა არის და დღეს ვნახოთ, რატო რომ initial state-ი იყოს აი აქ დადეფაინდებული. ეს ჩვენ initial stage და ეს შეგვიძლია რომ აქედან ვშალოთ ეს. კი ბატონო. ეს იყო ანუ პირველი overview, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი Redux Story, სადაც ხო, ანუ მეტნაკლებად განვიხილეთ, რა გვაჩნია და როგორ. დღეს იდეაში მინდა რომ ვისაუბრო რაზე. მოდი აქ შევქმნით files, მოდი test. JS დავარქვა და მოდი შევქმნათ აქ, მოდი create, მოდი დავაგენერირებიროთ create complex nested object. ეს ობიექტი შევქმნით, ხო აი, არ ვნახოთ, ანუ ძალიან ჩანესტილი ობიექტი შეგვიქმნა. და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ახლა მე თუ მინდა მაგალითად რომ აქ ავდგედა აი ეს metadata დავაპდეითო, ჩემი ესენი დავშალო, ხო? ამ ჩემი dispatch-ის გამოყენებით, use dispatch-ის გამოყენებით, ეს რო ახლა მე პირდაპირ დავაპდეითო, ხო, ჩვენი React-ი, ჩვენი Redux-ი, ანუ უკმაყოფილო დარჩება, იმიტომ რომ ეს mutable ამბავი არ მოწონს. და შესაბამისად მაშინ გვიწევს რომ ჯერ მთლიანი ობიექტი ჩავსფრედოთ, შემდგომ ეს ჩავსფრედოთ, შემდგომ ეს ჩავსფრედოთ, შემდგომ ეს ჩავსფრედოთ, შემდგომ ისევ ეს ჩავსფრედოთ და შემდგომ უკვე შემეძლება რომ ამ metadata-ს შეუცვალო ნიშნულობა, ხო? ну ზოგადად React-ში ვიცით რომ თუ გვაქვს ობიექტებთან ერებთან მუშაობა state management-ის შემთხვევაში ვსფრედავთ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა unexpected error-ი მოგვარტყას რაღაცა development-ის გარკვეულ ნაწილში. და ანუ ზოგადადაც ну არ უყარს აი ეს mutability ჩვენს React-ს კონკრეტულად ამ სიტუაციაში. შესაბამისად ეს უნდა გავითვალისწინოთ, დღეს მაგალითად ვნახავთ, ხო? უფრო მეტად flat უნდა გავხადოთ ჩვენი state-ი, მაგალითად თუ მე რაღაცა API-დან მომაქვს აი ესეთი ჩანესტილი ობიექტი და შემდგომ უკვე მე მსურს ამ ობიექტით რაღაცები დავარენდერო, ამ შემთხვევაში ყველაზე კაი solution-ი არის, რომ ეს ობიექტი გავხადო flat, ან მაქსიმალურად დავიყვანო უფრო მარტივად, ხო? თითოეული initial state-ის შემადგენელი ნაწილი შევინახო თითქოს და თავის კონკრეტულ reducer-ში, რომ უფრო მარტივი სანახავი იყოს და შემდგომ უკვე შემეძლოს მე
აი ამ, ხო? Combine reducer-ის გამოყენებით, combine reducer მაგას აკეთებს, რომ ორი reducer-ს გვიერთიანებს ერთში. და შესაბამისად უკვე გქონდეს წვომა. აღსანიშნავია, რომ redux-ის შემთხვევაში, ხო, ანუ ერთი story არის ძალიან კარგი პრაქტიკა და ანტიპატერნი არის, რომ გქონდეს რამოდენიმე story, მაგრამ თავისუფლად შესაძლებელია, რომ გქონდეს რამოდენიმე reducer-ი, რომელიც ამ store-ში გაერთიანდება და ერთ დიდ reducer-ს შექმნის, რომელიც იქნება ერთ თუნდაც გიგანტურ store-ში. მაგრამ ახლა ანუ სანამ ამ საკითხზე გადავალთ, მოდი ასევე განვიხილოთ კიდე რამოდენიმე შემთხვევა. ჩვენ ვთქვით, რომ გვაქვს subscribe. და თუ გვახსოვს subscribe რა არის ჩვენს Redux-ში. არ მახსენდება რა. რაღაცა დასთორვის პონტი არ არის, რაღაც დაახლოებით იგი ხო, რა ვსთოროთ. არ ნახე, story კიდე სხვა რაღაცა არის. და დასთორვაში რას გულისხმობ? მეც შეიძლება რაღაცა სწორედ იძახი, მაგრამ უფრო დეტალურად რომ მითხრა, აბა. ანუ რაღაცა მე რაღაცა ეგრე მახსოვს, რომ ანუ რაღაცას ვატრიგირებთ რა რაღაცა ლოგიკას. ხო, აი რო წარმოვიდგინოთ მაგალითად, ediment listener-ი, ხო? ხო, ეგეთი რაღაც. ediment listener-ი რო წარმოვიდგინოთ, სადაც მაგალითად კლიკს უსმენთ და კლიკის განხორციელების შემთხვევაში გვინდა რომ რაღაცა მოხდეს. ან მაგალითად, როდესაც ჩვენ Manual.js-ის, ანუ observer-ი შევქმნით, თუ გახსოვთ, ხო? და შესაბამისად, ამ observer-ის გამოყენებით უკვე უსმენდით რაღაცის განხორციელებას. აქაც ამ subscribe-ის უბრალოდ იგივეა, რომ რაღაცას უსმენს, რომ რაღაცა როცა მოხდება, რაღაც სიტყვაზე თუ დააპდეიტდება, მაგალითად შემიძლია დამატებითი ფუნქციონალის ჩავაშენო. და მოდი შევქმნათ ჩვენი subscriber. ამ შემთხვევაში მოდი დავწერთ const subscriber და ეს ჩემი subscriber-ი იქნება რა? ახლა ამ შემთხვევაში მოდი ავდგები და უბრალოდ დავლოგავ, დამატებით დავლოგავ, ხო, აქ მიდიღოს subscriber-ი და ეხლა როდის გაეშვას, ხო? გაეშვას, როცა story მე დამიაპდეიტდება. ისე რომ გავაკეთე. ანუ ჩემს subscribers გამოვიყენებ, როდესაც მაგალითად მოდი ამას წავშლი, ჯერ ვარ დაგვაგნიოს. ხო. ანუ ჩემს stores გამოვიყენებ. კი არა და ჩემს subscribers გამოვიყენებ, როცა ჩემი state-ი, ჩემი initial state-ი რაღაც მომენტში შეიცვლება. აი ამ შემთხვევაში, ხო? და მოდი ეხლა ამ store-ზე მე შემიძლია გამოვიყენო subscribe-ი და ჩავაწოდო subscriber-ი. აი ეს. ამ შემთხვევაში ეხლა ეს რო გავუშვათ, თქონდა არაფერს არ დაგვილოგავს, ხო? მაგრამ ეხლა მოდი ავდგეთ და არ ვიცი. დავაპდეიტოთ მაგალითად store dispatch increment-ი და store dispatch 10. ანუ ამან 1 უნდა დაგვიმატოს, ამან 10 უნდა დავამატოს. აქ შევხედოთ. ანუ როცა state-ი შეიცვალა, ანუ თითოეულ ნაწილში, ანუ აქ დავაპდეიტებ state-ი, აქაც დავაპდეიტებ state-ი, subscriber-ი უკვე შექმნილი მაქვს და ანუ ჩვეულებრივად ანუ საიდად, ოკეი, დავაპდეიტა და კიდე პლუს დალოგა. ესეთ რაღაცას გვთავაზობს ჩვენი subscriber-ი. იმისთვის ხო არ არის გაუგებარი, ანუ subscriber-ით რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. იმენა ამის ediment listener-ის მაგარის არის ანალოგი. კი, ზუსტად ეგ არის, ხო? ანუ ჩვენ observable pattern-ი არის ზუსტად ეს. აი ამ შემთხვევაში კიდე რა მინდა რომ განვიხილო, კიდე არ გვგონხილია, რა არის მაგალითად bind actions კრეატორი, ხო? მოდი შევხედოთ. ამ შემთხვევაში ახლა მე ეს ორი action-ი, ხო? dispatch-ით წვდები ამ actions და შემდგომ უკვე ვახორციელებ initial state-ის updates. ამ შემთხვევაში მე შემიძლია const actions ესე დავარქვა და აქ ეხლა ხო bind action creators-ი ნიშნავს, რომ დავაბაინდო რეალურად ის action-ები რაც მაქვს
bind action creators და ამ action creators ეხა ეწოდება ორი პარამეტრი. პირველი ეს არის ჩემი აქშენები, რომლებიც ობიექტში მიდის და აქ მაქვს მე increment და edi, ხო? და მეორე პარამეტრი არის რასთან მინდა რომ დავაბაინდო. ამ შემთხვევაში store get state. აი ეს. ეხლა მე შემიძლია უკვე რომ ავდგე და გამოვიძახო ჩემი აქშენები, მაგალითად action increment და actions add. ამ შემთხვევაში ხა წესით error-ი უნდა იყოს. კი ბატონო, ეხლა გვაქვს error-ი. გვაქვს error-ი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ანუ არ არის ფუნქცია, ხო? increment არ არის ფუნქცია, increment. არის უბრალოდ რაღაც ტიპი, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენი increment-ი არის აი ეს, ხო? რაღაცა ტიპი არის, ეს ტიპი თუ იქნება, ამ შემთხვევაში მოდი შენ ადექი და ეს ერთი დამატე. შესაბამისად, ეს შეგვიძლია ეხლა რომ ფუნქციად გადავაქციოთ რეალურად. ისე. თვი, ეს აღარ დამჭირდება, ხო? და ეხლა თავიდან გამოვიძახოთ. აქ ნუ ესეთი პატერნი გვექნება, რომ so შესთომით გვაქვს ეხლა რომ დავფიქსდეთ. Return dispatch. Dispatch is not a function. Dispatch სად ვიძახებ მე? Dispatch ამ შემთხვევაში ჩვენ არსად არ ვიძახებთ. მოდი ერთი წუთი. ჯერ პირველი რაც მინდა რომ გავფიქსო ეს არის რომ აქ actions უნდა დავარქვათ. მოდი შევხედოთ ახლა ხო ანუ აქ state გვაქვს, კი ბატონო, increment-ად გვაქვს function-ი, რომლის შიგნითაც გვაქვს type-ი, აქ გვაქვს edi და ამ შემთხვევაში აქ იდეაში ჩვენ return state-ის. აგვაჩნია რეალურად, ხო, რომ თუ არ გაეშვება ამ შემთხვევაში. შესაძლებლობა გქონდეს რომ ჩვეულებრივად, მეცა error-ი რა იყო? ხო. Dispatch is not a function, კი ბატონო. აი ეს არ უნდა გქონდეს აქ. Sorry, აი რა. ხო, იმიტომ რომ რეალურად ეს get state-ი ამ შემთხვევაში ჩვენ get state-ზე კი არ გვჭირდება, დაბაინდება, dispatch-ზე გვჭირდება დაბაინდება. და ეხა ისევ ჩვეულებრივად შემიძლია გამოვიძახო. ეხლა შევხედოთ. ხო. ვეროთ. და ამ შემთხვევაში ნახავთ რომ ეხლა ხო bind-ის გამოყენებით შემიძლია რომ მაგალითად არა უკვე როგორც dispatch-ი ისე ვიძახო, ხო? ჩვეულებრივად action-ზე მექნება დაბაინდებული ეს ორივე ფუნქციონალი. ზუსტად ანალოგიურ შედეგს ეხლა ჩვენ შეგვიძლია რომ მივახციოთ უშუალოდ compose-ის გამოყენებითაც, ხო? მაგალითად აქ რომ დავწერო ეხლა function-ი ed-ისთვის რომ დავწერო, მოდი const dispatch add sorry ups მაგდაშა და აქ შემიძლია ახლა მე დავა compose-ო, ხო? რეალურად compose და compose ჩვენ ვიცით რომ რა შვება compose-ი, ანა? ანუ ფუნქციას აერთიანებს. ამ შემთხვევაში store dispatch და add დავა compose და ახლა შემიძლია აქ მაგალითად ისევ პირდაპირ გამოვიძახო dispatch add 10 და ახლა რო ვახოთ ხო ამ შემთხვევაში აქ უკვე 10 დაემატა. ანუ იქიდან გამომდინარე რომ აქ ეხლა მე compose-ი შევქმნი, აქ action-ი მაქვს შექმნილი, ანუ ეს ხელს არ უშლის ერთმანეთს, არამედ ანუ პირიქით თავისუფლად მოქმედებს. ასევე ანუ ცოტა უფრო advanced-ად რო გავხადოთ ახლა ეს ჩვენი compose-ის გამოყენებას და bind actions რო დავამსგავსოთ, შეგვიძლია პირდაპირ ავდგეთ და destructor-ი გავაკეთოთ, სადაც მე აქ ექნება ორი ფუნქცია, ის patch meant აი ესე და dispatch add. ამ შემთხვევაში compose-ი როგორ შეიძლება რომ გამოვიყენო? აბა მე მექნება ორი ფუნქცია, ხო? ანუ ეს increment-ი და add-ის ჩაწოდები.
და ამას უკვე წერტილი და გადავმოვ. მაპი ხო? მაშინ რომ და უნდა აქ ხო, ანუ თითოეული იქნება fn-ი მაგალითად function-ი და ეხლა ამას ავდგები და compose. compose გავუკეთებ, სადაც compose-ის შიგნით მე მექნება store dispatch-ი, პირველი ფუნქცია, რაც მინდა რომ გავაკეთო და მეორე მექნება თვითონ ეს function. აი ეს ხო? და შესაბამისად ეხლა შეგვიძლია მაგალითად dispatch increment-ი გამოვიყენოთ რამოდენიმეჯერ და dispatch edit-ს გამოვიყენოთ და აქ შევხედოთ. ჩვეულებრივად იმუშავებს როგორც ანალოგიად ამ store dispatch და შემდგომ უკვე ჩაგვეწოდებინა რაღაცა ფუნქცია. ეხლა ორი ფუნქციიდან ვიღებთ ერთს, ხო? აი, აბა რამე თუ ორი ეხლა გავუგებარი. მე მაქვს კითხვა თუ სწორად გავიგე. ანუ ორ ფუნქციას ვაერთიანებთ ერთში და შესაბამისად მაგ ერთის დატრიგერებით ხდება ორივეს ფუნქცია, ხო, ესე ვთქვათ. კი ბატონო. კი. ხო, ანუ ანუ ერთ event listener-ში, რომელსაც დავუშვათ რაღაც ორი ფუნქცია გაერთიანებული რა, ეგრევშლი მეპირადად. რეალურად თუ გინდა რომ increment-ი გამოვიყენოთ, ხო? დაგჭირდება ესე, ხო? ანუ dispatch-ი არის ზუსტად მაგისთვის. ამ შემთხვევაში create stores კიდე ჩვენ თქვით რომ სხვა ფუნქციონალი მოყვება, ერთ-ერთი არის dispatch-ი და dispatch-ი გვაძლევს შესაძლებლობას რომ თვითონ მაქონდეს უშუალოდ store-ის ფუნქციონალთან და ფუნქციონალი აქ ხო შექმნილი increment-ი და edit. ეს შეეწოდება და შემდგომ უკვე ჩვეულებრივად გამოიძახება. შევხედოთ. ჩვენი subscribe-ის ძალიან კარგად მუშაობს. ხო, აქ ეხა დაამატებს. სათითაოდ რო არ გამოიძახოთ ესე ანუ ერთი მასში გაერთიანებ და შესაბამისად პირდაპირ bind action-ით შეგვიძლია შევქმნით ობიექტი, სადაც ამ ფუნქციონალს ჩავწერთ და ეს დავაბაინდოთ store dispatch-თან და შემდგომ უკვე ხო, ანუ action-ი იქნება ესეთი ობიექტი, სადაც უკვე მეთოდები მექნება increment-ი და edit. ერთი ეს ვარიანტი შეგვიძლია, ან მეორე ვარიანტი შეგვიძლია compose-ის გამოყენებით, უფრო დეტალურად რო გავაკეთოთ, ამით ამოვიღოთ ჩვენი ფუნქციონალი, დავარქვათ, ესე რომ ვთქვათ, ამ თითოეულ functions რაც გვინდა და შემდგომ შევქმნათ array, სადაც თითოეულ ჩვენ ფუნქციონალს ჩავწერთ, გადავმაპავთ function-ი ამოვიღოთ თითოეულისთვის და ეს იმიტომ გჭირდება, რომ შემდგომ compose-ით, ხო? store dispatch-ით და კონკრეტული function-ით შევქმნათ ახალი ფუნქციები. ეს არის და ეს. ანუ bind-ი და compose-ი ერთი და იგივეს აკეთებს, ხო, იდეაში ორივე. bind action creator-ი აკეთებს და compose-ი ერთ და იგივეს, უბრალოდ ეს ახლა ბევრად მარტივია, ხო? აქ უბრალოდ ორი პარამეტრი აქვს და აქ ისედაც store dispatch ვაზრი. ეს ცოტა advanced-ი არის, მაგრამ ესეც რაღაც შეუძლებელი არის. Okay, კაი, აბა კიდე თუ არის რამე კითხვა? აი action წერტილი increment-ით ჩვენ ეგ გამოვიძახეთ შესაბამისად bind-ი და ორივეს ის გააკეთა, ხო? რაზე მეკითხებიან არ? აი 52 ლაინში რომ increment-ს ვიძახებთ იდეაში. ხო, იმიტომ რომ ეს უკვე ობიექტია, სადაც მე აქ ეს ორი მექნება რა. იმიტომ რომ ეს ხო არის ობიექტი და ეს ობიექტი დააბაინდა ამასთან. შექმნა ეს იქნება ობიექტი. ხო, აი ხა რომ მივუმატებს ერთს, ხო? აი რომ დაგილოგო ეხა მე აქ console log და ამ შემთხვევაში actions-ი და შევხედოთ რა გვექნება. შოთ. ამ შემთხვევაში მექნება აი ობიექტი, სადაც მაქვს increment-ი და სადაც მაქვს edit. და მე ჩავლებავ ვიყავ. აქ ამ destructuring-ის ტექნიკით პირდაპირ ვქმნით ფუნქციებს რა. და უკვე ანუ action-ის ობიექტი კი აღარ არის, არიან პირდაპირ dispatch increment-ი და dispatch edit. Okay. აი, აბა რამე კითხოთ უკვე კიდე? ჩვენიერი, ანუ გასაგები. კაი. მოდი ახლა ვისაუბროთ უფრო რაღაცა ხო, ანუ ცოტა გავართულოთ სიტუაცია, ამ შემთხვევაში ჩვენი initial state-ი არის უბრალოდ value და ამ value-ს ვსდით. მე აღვნიშნე, ხო, master class-ის დასაწყისში, რომ შეიძლება გქონდეს, ხო, ჩანესტილი ობიექტი, მაგალითად, იმდან პირდაპირ API-დან მოდიოდეს და მოდი შევქმნათ ახლა ეს ჩვენი initial state-ი. და ამ შემთხვევაში მაგალითად initial state-ში შეიძლება გქონდეს მე user-ები, ხო? რომელიც იქნება array და ეს შეიძლება იყოს მაგალითისთვის
ხო, რაღაც ძალიან არ გავათხოვოთ, ID მივცეთ 1, name მივცეთ John Doe. კიდე მეორე user-იც გვინდა, ხო? Jane Doe იყოს, მოდი, John Doe და Jane Doe qoldes. ეს ჯერ არ მინდა. და ასევე მოდი გქონდეს tasks. ეს იყოს ერი. ამ შემთხვევაში მოდი უბრალოდ დავდეფაინდებ მე titles. რაღაც ისეთი არ გვინდა, მოდი tasks 1 იყოს. და ასევე მოდი იყოს task 2. ესეთი ობიექტი გვაქვს, ხო, ამ შემთხვევაში. შესაბამისად, ეხლა მოდი ჩვენ შევქმნათ action-ის ტიპები. ამ შემთხვევაში მოდი const დავარქვათ add user-ი, უდრის add users და const add task-ი უდრის add tasks, ხო? ასევე დაგვჭირდება ეხლა ფუნქციონალი const add user-ი, სადაც user-ი გადაეწოდება, ხო? ანუ ახალი user-ი თუ მინდა რომ დავამატო, ამისთვის type-ი მე მექნება აი ეს add user-ი და ასევე მექნება მე payload-ი, ხო? რასაც უკვე ვაწვდი, payload-ი, რომელიც იქნება ამ შემთხვევაში user-ი, რაც მოდის. და ზუსტად ანალოგიურად გვექნება ახლა ჩვენ task-იც, ხო? ანუ task-ი წამოვა აქ. type-ი მექნება add task-ი, აი ეს, რაც შევქმენი, რომ ანუ action-ები ჩვენ შესაძლებლობა გქონდეს, რომ მივხვდეთ, რას ვაკეთებთ და ანუ payload-ი, რომ ეს ახალი task-ი ჩაემატოს ჩემ store-ში, ხო? initial stage. გასაგებია, ხო? ანუ აქ რაც გავაკეთეთ, არაფერი გავუგებთ. მოდი ახლა შევქმნით ერთი reducer-ი. const reducer და ამ reducer-ში გვექნება რა? პარამეტრები გვექნება state-ი და მექნება action-ი. ეს. ეხლა აქ რა გვჭირდება? აქ გვჭირდება, რომ if action type-ი არის add user-ი, გამოვიდა პირველ მაგალითს ხელით დავწერე, action type-ი უდრის ჩვენ add users. ეხლა აქ მე რა მჭირდება არა? დავაბრუნოთ add user-ი? add user-ი უნდა დავაბრუნოთ? ახე, უნდა დავარეturn-ოთ. და ანუ ეხლა გვაქვს აქ ჩვენ ანუ საკმაოდ კომპლექსური. თუ ანუ users ვარეturn-ოთ, ჯერ ანუ თლიანი state-ი უნდა ჩავსწრედო, ხო, ხო? და შემდგომ ანუ user-ი უნდა ავიღო, user-ის არეიშიც თლიანი state user-ი უნდა ჩავსწრედო და შემდგომ უკვე უნდა დავამატო. მოდი დავწეროთ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება რა? ჯერ თლიანი state-ი რაც გვაქვს უნდა ჩავსწრედოთ. ასევე მე მაქვს აქ user-ი, users-ი უпростоრეთ, რომელიც არის array. აქაც state users-ი უნდა ჩავსწრედო და შემდგომ უკვე action payload-ი უნდა ამოვიღო, რაც უკვე ახალი იქნება. ხოლო თუ მსგავსი ტიპი არ გაეშვა, ამ შემთხვევაში შემიძლია პირდაპირ return ცოტი ვიყოთ if-ის გარეთ უნდა დავწეროთ ეს return state, ხო? ანუ იგივე state-ი დავაყო. კაი, ეს არის ერთი ჩვენი ვარიანტი და მეორე ვარიანტი არის, რომ ისევ შევქმნათ if-ი. if ამ შემთხვევაში add task-ი გვაქვს, ხო? ანუ action type-ი თუ არის, აქ უნდა ხმე დავურეთანო, უბრალოდ ეს არ გვინდა, sorry. ბოლოში დავწეროთ. უნდა დავარეთანო ახლა მე ისევე ობიექტი, სადაც state-ი უნდა ჩავსწრედო, ანუ თლიანი state-ი. თლიან suggestions რატომ მაწყევ? state-ი. და ამ შემთხვევაში მექნება ხა მე tasks-ი, ხო? task-ი იქნება მანდ, ხო? ეს იქნება ჩვენთვის ობიექტი, უნდა დავარეთანოთ state tasks და უნდა ჩავწვათ action.payload. და ეხლა შემიძლია აქ უკვე state-იც დაურეთანო, თუ არც ერთი არ დაემთხვა. და ეხლა შემიძლია ავდგე და აქ const story უდრის create store და აქ მექნება მე reducer-ი და initial state. კი ბატონო. ნუ ამ შემთხვევაში შეგვიძლია მაგალითად ეხლა შევქმნათ ჩვენ const და subscriber-ი შევქმნათ
ხო? რომ ამ შემთხვევაში ნუ subscribe-ის ვარიანტი თქონდეს და დასალოგად და მოდი ახლა შეგვიძლია რომ დიაში გამოვიყენოთ უბრალოდ ხო store subscribe-ი გავუშვათ და ხო ნუ ახლა რაღაცები ჩაგვემოწეს აბა ანუ რეალურად რეზი ესეთი დანესტილი რო არის ჩვენ იმენას ჩავწვით სათითაოდ users და იმ tasks ხო და შეუცვალეთ ისინი რა value-ები ამ შემთხვევაში ხო ანუ ორივე შემთხვევაში ჩვეულებრივად დააპდეიტ მაგრამ ანუ ეხა ამ ძალიან მარტივ მაგალითზე ხო რეალურად ეხა ეს არაფერი სტიმულაციული არ არის უბრალოდ user-ი ყავს და task-ი გვაქვს და ანუ უკვე გაგვირთულდა ხო უკვე აქ წავიდა ჩანესთვა აქ user-ი აქ კიდე და შემდგომ ეხა წარმოვიდგინე ეს რო იყოს რაღაცა ანუ 5 მაგათ ჩანესტილი ხო და ანუ რეალურ პროექტში შეიძლება თავისუფლად გქონდეს მსგავსი სიტუაცია და ამ შემთხვევაში წარმოვიდგინეთ ეხა ეს ჩანესთვა და მე API-ში რამე რო შეიცვალოს, იქაც ძალიან აუზაური იქნება, ხო? და საკმაოდ კომპლექსური გახდება, scalable-ს აღარ იქნება და ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ ანუ რაზეც ვისაუბრე, შესაძლოა გვეძლება, რომ ეს ჩვენი ერთი დიდი initial state-ი არა ერთ reducer-ში შევინახოთ, არამედ უკვე რამოდენიმე reducer-ი შევქმნათ და ამ რამოდენიმე reducer-ში გაუშვათ ეს ჩვენი ფუნქციონალი და შემდგომ უკვე აი აქ რომ აქვს ეს მეთოდი combine reducer-ში ერთად შევინახოთ უკვე ერთ reducer-ში რომელსაც შემდგომ უკვე ჩავაწვდით ჩვენს stores და მოდი ახლა ამის refactor-ი გავუშვათ მოდი ამ შემთხვევაში ახლა ამ ყველაფერს ისე წავშლი ხო იდეაში refactor-ი შემიძლია მაგრამ მაინც კარგად რომ დაინახოთ რა როგორ შეიძლება რომ გავაკეთოთ ამ შემთხვევაში reducer-ის გამოყენება მოსულა, ხო? კი, და იდეალურია და აი ეხა იდეაში ნახეთ, ხო, ანუ თქვენც უკვე რომ გამოცდილება მიიღოთ, აი ეხა გვაქვს ერთი ესეთი დიდი reducer-ი, სადაც ნუ მსგავსი ფუნქციონალი დავწერეთ და ეხა მოდი ამის refactor-ს ვაკეთებთ და იმის მაგრად რომ ერთი reducer-ი მქონდეს და აქ, ხო, ანუ რამოდენიმე optional-ი მქონდეს, if-ის გულისხმობ, ანუ optional-ი მქონდეს გავაკეთებ user reducers, გავაკეთებ task reducers და შემდგომ აი ამ combine reducer-ის გამოყენებით, ხო, ერთ reducer-ში შევინახავ. და შემდგომ, რა თქმა უნდა, ჩავაზდით ამ reducer-ს stores. და მოდი შევხედოთ ახლა ეს ყველაფერი როგორ იმუშავებს. ნუ ამ შემთხვევაში ფუნქციონალი დავჭერთ იგივე. უბრალოდ ახლა აქ უნდა შევქნათ აი suggestions-საც უკვე მაძლევს, ხო? const user reducer და ამ შემთხვევაში მე ვექნება state-ი, მექნება action-ი. აი ეს. ამ შემთხვევაში ხა რატო არის კაი? ხო? მე ვთქვი რომ ანუ ერთი ვარიანტი არის რომ როცა უკვე ჩვენ stores ვქნით იქ ჩავაწოდოთ initial state-ი, ან მეორე ვარიანტია უკვე აქ პირდაპირ ანუ სადაც reducer-ს ვქნით, აქ ჩავაწოდოთ. აქ მე შემიძლია უკვე არა state-ი მქონდეს, არამედ მქონდეს მაგალითად დავარქვათ პირდაპირ users-ი. users და ამის იქნება initial state users, ხო? აი ესეთი რაღაცა მექნება. სადაც აქ უკვე მე ვნახავ და შევამოწმებ, ხო, ანუ optional if action type-ი უდრის add users ესე. ამ შემთხვევაში return აქ პირდაპირ უკვე ანუ user-ზე ვარ უკვე ჩასული, შესაბამისად პირდაპირ array შემიძლია ამოვიღო კონკრეტულად უკვე რა. ისაც ვააპდეიტებ, აქ ჩავსპრედო უკვე ჩემი state-ი რაც მაქვს, ანუ user-ში და user-ში რაც მაქვს და აქ action payload-ი გავუწერ. შესაბამისად თუ არაფერი. ხო, ანუ ეს add user-ი არ დატრიგერდა, ამ შემთხვევაში პირდაპირ შემიძლია დავარეturn-ო ჩემი user-ს. ანალოგიურად შემიძლია const შევქმნა ახლა მე task reducer-ი. ამ შემთხვევაში მე ვექნება tasks-ი, რომლის initial state-ი იქნება initial state tasks-ი. tasks-ი მექნება action და აქ შეგვიძლია ახლა ისევ conditional-ით if action type-ი თუ უდრის ხო add tasks, ბატონო. ამ შემთხვევაში ავდგე და დავარეturn-ო ისევ პირდაპირ array, სადაც tasks-ი უკვე ჩანასტილი მაქვს და action payloads, ანუ ახალ
payloads ვამატებ, აქაც შემიძლია გავარეთანო ეს ჩემი tasks-ი და ხო, ეხა მოდი იმას წავშალოთ. ორი reducer-ი გვაქვს. ამ შემთხვევაში ეხა შემიძლია ერთი reducer-ი შევქმნა, const reducer და გამოვიყენო ის ფუნქცია, ხო, combine reducer-ი, რომელიც ობიექტი იქნება, სადაც user-ი იქნება user reducer-ი, tasks-ი იქნება task reducer-ი. შემდგომ შევქმნათ const story და აქ create stores გამოვიყენებ და აქ ჩავაცვლი უკვე აი ამ ჩემ reducers. აი ეს. აქ შეგვიძლია ახლა მაგალითად შევქმნათ const subscriber-ი ისევ, ხო, აქ გავუშვათ subscribe-ი და ასევე მოდი შევხედოთ ახლა ჩავუწოდოთ, ნახოთ როგორ იმუშავებს. მუშაობს ჩაურბოთ, ჩვენი task-ები დაემატა subscribe-ს თითოეულ update-ზე, ხო, აი ეგ რო და-update-ა, რახან default-ად აქ ახლა მე task-ს ვარეთანებ, ჩვეულებრივად ამას დამირეთანებს, ხო? ანუ subscribe-იც იდეალურად მუშაობს. ანუ რეალურად reducer-მა ის ორი ის გააერთიანა reducer-ი და task-ი და ისე შევიტანეთ იმაში, ხო, store-ში. კი ბატონო, აბა ეხლა აი თქვენი გამოცდილებით რაც ნახეთ, რომელი უფრო scalable არის, რომელი უფრო მარტივად წასაკითხიან, ერთ დიდი reducer-ი რო გქონდეს და იქ option-ალები გქონდეს და თითოეულ option-ალში spread-ოდ გიჟებივით, ეს ჩვენი კიები, თუ ამ შემთხვევაში კონკრეტულად, ანუ initial state-ი კონკრეტულად ამის user-ს იყოს და ერთ კონკრეტულ მარტივ მონაცემზე ვიმუშაოთ, ვიდრე spread-ოდ, ხო? ახლა ბევრად გასაგებია ეს. კი ბატონო. აქ შეგვიძლია ასევე მაგალითად არის. შევქმნათ მაგალითად, ხო? const რა დავარქვათ ამას? user-ი და task-ი არ მინდა. dispatch add user იყოს და dispatch add task-ი იყოს. ნუ ამ შემთხვევაში ესეც შეიძლება რომ გაკეთდეს, ხო? ანუ add user-ი და ნუ იდეაში და update-ო თვითონ ყველაფერი, ესე შევხედოთ. ამ შემთხვევაში error-ი გვაქვს. კი ბატონო, აი რატო არის GPT არც თულად საინტერესო, აბა? Find actions creation. It's not a value. ეგ ვაფშე არც გვაქვს, ხო? იმაში აი რო ვიძახეთ სუბოს მაგაზე. აბა აქ ეხა რა შეცდომა? არასწორი დესტრუქტურიზაცია გვაქვს. აი, ოკეი. ანუ ეს უნდა იყოს actions, ხო? actions და აქაც არა ერი. ხო. მან უნდა იყოს ობიექტის ის. და ესე რომ გადავაკეთოთ, ეხა შიც პრობლემა გვაქვს. ეხა ჩვეულებრივად დაამატებს ჩვენ task-ებს. ოკეი. და ნუ compose-იც ერთხელ წავივარჯიშოთ compose-ითაც. მაშინ ამ შემთხვევაში ანუ const აქ მექნება უკვე დასახელებები, კი ბატონო. და აქ რა გვექნება? აქაც eri გვექნება, სადაც user-ი მექნება add task-ი და დავმოყავთ. task-ი, დავმოყავთ, ამას ეხა events-ს მოვიღებთ და compose, კი ბატონო, კაიანად და აქ ამ შემთხვევაში ეხა ავდგებით და თითოეული store dispatch-ი და fn-ი. ესეც რო გადავაკეთოთ ეხა ესეც იმუშავებს ძალიან სმუზად წაშით. კი ბატონო, ესეც მუშაობს. კაი, აბა, რა მეკითხვა თუ გვაქვს? აი მე მგონი აი ეს combine reducer-ი ხო, იმას ერთი მასში აერთიანებს, всё გამოსწორდა. ანუ combine-მა ჩვეულებრივად ყოველ ობიექტი რაც არის, გაგვიერთიანა ჩვენი reducer-ი. ხო, გასაგებია.
ანუ რეალურად ესე რთულ იმებს API-ებში ჩამოსილ ინფორმაციებს ესე ჰენდლავენ რა მოკლედ რომ ვთქვა. ოღონდ დიდ პროექტებში ხო არ ეზიეს. კი ისე ბატონო რა. პროსტა ჩვეულებრივ პროექტებში არ ამგონია რომ გამოიგან თან რედაქცია რა მხელა არის. კი ბატონო. ნუ ეხლა თუ ერთი ის გვაქვს ხო, თქვენ სტორში თუ ერთი account-ი გვაქვს რაც პირველ შემთხვევაში იყოს, მანდ შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ, მაგრამ მანდ ანუ რეალურად რედაქციის ძალას ვერაფერს ვერ გამოვიყენებთ, ხო? მაგრამ თუ იმენა გვევასება რედაქციის, შეგვიძლია მაინც გამოვიყენოთ. არაფერს საქმეს არ გაგვიჭირებს რა. მაგრამ დიდ აპლიკაციებში ჩემი რეკომენდაცია აუცილებლად რედაქს რა. ვის და მივხვდებით რომ ოკეი, მაინც უფრო lightweight-ი არის ჩვენი ზუსტანდი, ხო? რაც წინა მასტერკლასებში გქონდა, მაინც მე უპირატესობას რედაქს მივანიჭებდი დიდ პროექტზე, რომ მქონდეს დასახელებული და teams ვამუშავებდი აუცილებლად რედაქსზე. ასე რომ ეს ეხა ამ ეტაპზე ნახე, ანუ React-თან არაფერ შუაში არ არის. ეხა რასაც ვქნით, ეს არის ანუ ჩვეულებრივად, ანუ vanilla Redux-ი, ამის გამოყენება შემიძლია მე უკვე apply გავუკეთო როგორც React, ამის გამოყენება შემიძლია მე vanilla JS-ის პროექტში, ეს ზუსტად vanilla JS-ის პროექტია, ამის გამოყენება შემიძლია მაგალითად მე Node-შიც თუ მსგავსად რაღაცა მაქვს დასახელებული. ამის გამოყენება შემიძლია მობილურ აპლიკაციებში, ანუ ყველგან შემიძლია ეს გამოიყენო, ეს არის Redux-ი როგორც SAP ბიბლიოთეკა. ანუ კიდევ ერთხელ, შემდგომ უკვე გადავალთ, ხო, კიდე რაღაცები დაგვრჩა, ანუ ეხა კონკრეტულად Redux Stories ესე რომ ვთქვათ 70% დავფარეთ, შემდეგ მასტერკლასზე ავხსნით 50% და შემდგომ apply-ს გავუკეთებთ უკვე React-ში. მაგრამ ეს ეხა რასაც გავდივართ, ეს პირველი სამი მასტერკლასი, ეს არის სუფთა Redux-ი და შესაბამისად არანაირი კავშირი არ აქვს React-თან. ანუ React-ში სინტაქსი ერთი და იგივეა თუ უკვე იქ სხვანაირად არის სინტაქსი? ხო, ნახე, რაღაცა პატარა სხვაობებს ვნახავთ, ხო, რაღაცა პრობლემები წარმოიშობა, როცა apply-ს გავუკეთებთ, მაგრამ ეს რო კარგად გვეცოდინება, უკვე იქ ბევრად მარტივი გასაგები იქნება რა როგორ ხდება. და როდესაც პირდაპირ მიახტები React Redux, აქ შემთხვევაში ხდება უკვე გაუგებარი. ხდება უკვე რთული და შესაბამისად იტყვი რომ Redux-ი რთულია, მომაშორეთო, Context API უფრო კაი ტიპიაო, ხო? არა და რეალურად Context API სულ სხვა რაღაცაა. ეს ბევრჯერ განვიხილეთ. აი, აბა კიდე რამ კითხვები თუ გვაქვს? ამას აუცილებლად ჩავუჯდეთ შემდეგ მასტერკლასამდე. შემდეგ კვირაში უკვე ორი მასტერკლასი გვექნება, შაბათს და კვირას Redux-ზე. და შესაბამისად, ხო, ეს კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უკვე შემდეგი ლექციები გავიაზროთ. თორე ისე აზრი არა, რა. ამას მე ცოტა ამერია, ამას რომელ ფოლდერში თვითაო? ცოტი მოიცა ამას გავაჩერებ.